2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის ცენტრში ბიზნესმენი და გავლენიანი კანონიერი ქურდის ძმა ლევან ჯანგველაძე ჩაცხრილეს. არავის აქვს ეჭვი, რომ მკვლელობა ვაკეში შეკვეთილი იყო. მათ შორის არც ჯანგველაძის ოჯახს, თუმცა როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გამოძიება ამ საქმეშიც ჩიხშია. მე ვფიქრობ, რომ მკვლელობა არის შეკვეთილი, ხოლო გელა უძილაური არის მკვლელობის შემსრულებელი. თუ ვინდა რატომ შეუკვეთა ჩემი ძმის მკვლელობა, ჩემთვის უცნობია. მოვითხოვ კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ჩემი ძმის მკვლელი. დადგინდეს თუ ვინ შეუკვეთა ჩემი ძმის მკვლელობა და ისიც დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. გამოძიება ვერ პასუხობს მთავარ შეკითხვებს, ვინ შეუკვეთა ჯანგველაძის მკვლელობა, ვინ ეხმარებოდა და როგორ მოახერხა მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის ადგილის და ქალაქის დატოვება, მოგვიანებით კი თბილისში დაბრუნება. იმ შემთხვევაში თუ პოლიცია იმოქმედებდა ეფექტურად და კომპეტენტურად, ასევე თუ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ცხელკვარზე დაეკავებინა დანაშაულის ჩამდენი პირი, ჩემი ღრმა რწმენით ისინი ამას შეძლებდნენ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს, ან ვერ გააკეთეს. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ოჯახს აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ მოხდა ცხელკვარზე მისი დაკავება. რატომ ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს ორივე კომპონენტი. ერთი, რომ კვალიფიციური მუშაობა პოლიციის და მეორე, სურვილი და ნება. ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ აქ არ იყო სურვილი, აქ არ იყო ნება, რომ ცხელკვარზე დაეკავებინათ ეს ადამიანი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც გამოძიებას პასუხი არ აქვს. რა უთხრა ჯანგველაძემ ქილერს ამ მომენტში და რას ეუბნებოდა მკვლელი ჯანგველაძეს და მის თანხლებ პირს სროლამდე რამდენიმე წამით ადრე. ლევან ჯანგველაძის თანხლები პირის კახა ძანძავას გამოკითხვის ოქმში. ეს კითხვები დასმული არ არის. მოგახსენებთ, რომ მე არ დამინახავს აღნიშნული მამაკაცის სახე. აღნიშნულიდან გამომდინარე არ შემიძლია მისი ამოცნობა. ასევე არ მახსოვს რა ეცვა ტანთ. მოგახსენებთ, რომ ჩემთვის უცნობია თუ ვის შეეძლო ჩაედინა აღნიშნული დანაშაული. აღნიშნულიდან გამომდინარე სხვა რაიმეს დამატება არ შემიძლია. ქართული გამოძიების უმოქმედობის პარალელურად რუსულ მედიაში არაერთ ინფორმაციას ვაწყდებით, სადაც ქურდულ ვენდეტაზეა საუბარი. რუსული ონლაინ მედიის ცნობით იტალიაში ქურდული შეკრება შედგა, რომელიც გარდაცვლილის ძმამ მერაბ ჯანგველაძემ მოიწვია. შეხვედრას ქურდული სამყაროს ყველაზე მძიმე წონიანი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იგივე წყარო ყვება, რომ შეხვედრაზე არ ჩავიდა თბილისელი ავტორიტეტი გიორგი ჯოხაძე, რის გამოც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წლების მანძილზე სწორედ ჯოხაძის დაცვაში მუშაობდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური. ამავე წყაროს მიხედვით მკვლელობა მერაბ ჯანგველაძესთან დაპირისპირებული კლანის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა შუშანაშვილმა შეუკვეთა. მე ვერ ვისაუბრებ ჭორებზე, მე ვერ ვისაუბრებ ვარაუდებზე. ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობა იქნება კონკრეტულ პირებს დავადო ხელი და მათი სახელები და გვარები ვახსენო ისე, რომ მტკიცებულება საქმეში არ არსებობდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. დამთხოვა ვერ იქნება, რომ ყველა გახმაურებული და შეკვეთილი მკვლელობის გამოძიება ჩიხში შედის. ამ დრომდე პასუხგაუცემელია მთავარი შეკითხვები თბილისის ცენტრში ჩაცხრილული ნიკო კვარაცხელიას საქმეზე. თაროზეა შემოდებული წყნეთის გზაზე ქილერების მიერ მოკლული ბიზნესმენ ლევან კაჭარავას ლიკვიდაციის საქმეც. მკვლელობის შემსრულებლებმა ქვეყანა ისე დატოვეს, რომ გამოძიება მათ კვალზე დღემდე ვერ გავიდა. მკვლელობის შემსრულებელი დადგენილია, მაგრამ საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემთხვევაშიც. 2015 წელსაც, როგორც ახლა, ქილერებმა ქვეყანა მარტივად დატოვეს, ისევე როგორც მარტივად შემოვიდნენ თბილისში და მის ცენტრში კაცი ჩაცხრილეს. ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელმა შავი ფერის მოპირდა ჩაფხუტი სწორედ აი ამ ავტოფარეხთან დატოვა. სავარაუდოდ მან ფეხით გააგრძელა სიარული კეკელიძის ქუჩის მიმართულებით და რამდენადაც ირკვევა გამოძიების მასალებში დევს ვიდეო თვალის ჩანაწერი, სადაც ის პირველად არის დაფიქსირებული ჩაფხუტის გარეშე. ქილერები ქვეყანას მარტივად ტოვებენ, თუმცა საქართველოში შემოსვლა უჭირს ყველას, ვინც ქართულ ოცნებას აკრიტიკებს, მაგრამ არ უჭირთ მათ მეხოტბეებს და ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს. წლების მანძილზე კრიმინალური სამყაროს უამრავი წარმომადგენელი მიიღო საქართველომ, ისევე როგორც დღეს. შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით ხუთშაბათს ვრანგლერის ამ შავი ჯიპებით ქვეყანაში ქურდული სამყაროს წარმომადგენლები რუსეთიდან შემოვიდნენ.
საქართველო და მისი დედაქალაქი კი ყოველდღე უფრო მეტად ხდება კრიმინალური სამყაროს გარჩევების პოლიგონი. ხმაური, სროლა, დაჭრა და მკვლელობები ბნელი 90-იანების მსგავსად თბილისური ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცა. გამონაკლისი არც გუშინდელი ღამე ყოფილა. კვლავ თბილისის ცენტრში გმირთა მოედანზე ღამით სროლის ხმა ისმოდა. გამოძიების უმოქმედობის პარალელურად ქალაქი ქურდული სამყაროს ვენდეტის მოულდინშია და დიდი ალბათობით სროლის ხმა თბილისში კვლავ გაისმება.